მოგესალმებით მეგობრებო. რამდენხანია შეგპირდით, ესე იგი ჩემი ბოსტანი უნდა გადავიღო მეთქი რა, ნახოთ რა გაიზრდება წელს მეთქი. ეხლა აგიხსნათ რა ხდება. ეხლა რასაც გაჩვენებთ, ეს არის ბოსტნის პროვოკაცია რო იტყვიან. ვითომ ბოსტანი. ანუ თუ გამაკრიტიკებთ ვიდეოში რომ ესა კომენტარებში რომ ეგრა ბოსტანიაო, მიღებულია, გასაგებია, გეთანხმებით, ეს დიდი არაფერი ბოსტანი არ არის, მაგრამ ანუ წელს მქონდა ეგეთი სიტუაცია რომ არ მეცალა და ამიტომ ესე იგი ოჯახში რაღაცა ბაზარში ვიყიდეთ მოკლედ თესლი, ამ პამიდურის თესლი და ოჯახში გამოყვანილი ჩითილებით გავაკეთე აი სასხვათა შორისოდ გავაკეთე. ანუ მაინც დიდი ძალისხმევა და მაინც ბრუნვად მუშაობა წავიდა, მაგრამ სასხვათა შორისოდ გაკეთებული ბოსტანია. ეხლა მზე უკვე ისეთნაირად არის, ჩრდილოეთით გადადის და აქ ნაკლებად უწევს სიცხე. ეხლა გამოცდილი თვალი ვისაც აქვს ბოსტნის ამბავში, ფოთლებზე ეგრევე მიხვდება რაზე რა არის შესაწამლი, სად მზე აკლია, სად ჩრდილი აკლია, სად მორწყვა აკლია და ასე შემდგომ. თქვენს შენიშვნებს მივიღებ და მაინტერესებს თქვენი გამოცდილებაც. ანუ ეს გავაკეთე აი ესე უბრალოდ რა, მეთქი წელს მაინც არ მეცალა და კიდევ ერთი პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე, ანუ ნაკლები შეწამვლით რა შედეგს მივიღებდი. და მოკლედ ეს ჩითილები ისეთი იყო, რომ ჩემი მამა რო გააკეთეს, ანუ უნდა გადაეყარათ რა, აი რასაც ხედავთ, ეს უნდა გადაეყარათ. პატარა აი ამხელა ჩითილები იყო, უნდა გადაეყარათ და მეთქი ჯანდაბას ჩავრგავ რა მოვა მეთქი, აი ნაკლები შეწამვლით რა შედეგი იქნება თქო, ეგ მაინტერესებდა. ანუ წელსაც ჩავატარე ექსპერიმენტი, ხო და ჯერ ეს ერთი რომ ძირითადად ჩერის თესლი აღმოჩნდა, აი ჩერია სულ, აი შეხედეთ რა პატარებია, ჩერის თესლია. და ეხლა დავაკვირდეთ ამ საქონელ ფაროსანებს, აი შეხედეთ რა ხდება. გაწითლება დაწყებული აქვს თუ არა, ესე იგი მეც გავასწორო ფოკუსი, გაწითლება დაწყებული აქვს თუ არა, აი გაწითლდება და დამწიფდება თუ არა ისა პამიდორი, ეგრევე აზის ფაროსანა თავისი რაღაცა შხამები შეყავს და აფუჭებს ნაყოფს რა. ანუ წელს არ მეცალა, აი შაბიამნები და მთელი ამბები უნდა იმედია გაისად მოვიცლი. ხო, ეხლა წელს რა გავაკეთე? ორმოების პრინციპზე გავაკეთე წელსაც. მაგრამ ჩვენ იქით კიდე ცალკე ბოსტანი გვაქვს, იქით უფრო მზიანი ადგილია და იქ ტრაქტორით გადავხანით და ტრაქტორით გადახვნა აშკარა დაჯობა. ნუ ამას მე ხა გავაკეთებ ისე რომ აქ ხა მინუსი აქვს ის ამ ყველაფერს ის მინუსი აქვს რომ მოგეთ ეს ცოტა ტოტები უნდა შევაკრჭო ზამთარში, იმიტომ რომ ძალიან დიდი ჩრდილი გამოდის და აქ მთლიანად გაუშვებ ბოსტანს რა ესე ბოლომდე. გაისად უკვე გავუშვებ, მაგრამ აი ეს ჩერის თესლი, მარტო ჩერის თესლი არ მაწყობს. თან ნახეთ რა პატარაა და სანამ ესე იგი ნახე, თან ძრება ეგრევე ეს არ უნდა ძრებოდეს ესევე, აი თიც მიადებ თუ არა, ისე აფუჭებენ ნაყოფს, თიც მიარტყავ თუ არა, ეგრევე ნაყოფი ცვივა რა. ხო და ესე იგი ერთადერთი შევწამლე რაღაცა აი მწერებზე თუ რაღაცაზე, რაღაც შესაწამლის პირველი ეტაპი რომელიც არის ის შევწამლე მარტო რა. მე არ მეცალა. აი არ ვიცი ესე ფოთლები ესე რატო აქვს. აი ხო გეუბნებით ვერ გავიგე რა. ბევრს ნურწყავო, იყო მომენტები არ მორწყე. აი ნახეთ, აი ხო არის სიტყვაზე. იყო მომენტები არ მორწყე და აი ზოგს გაუხმა ფოთლები და აი ზოგი მშვენივრად არის. ანუ შეიძლება არ მორწყა და კარგად იყოს, შეიძლება მორწყა და მაინც არაფერი არ უშველოს. ანუ ძირზეც არის დამოკიდებული. აი არ ვიცი, ვერაფერი ვერ გავიგე. 5 წელია ვსწავლობ პამიდურის მოყვანას და მაინც ვერაფერი ვერ გავიგე. აი ხა ეს მაგალითად ჩრდილში არის და ეს გვიან ამოვიდა შედარებით, მაგრამ აი ხა ამას არაფერი მინუსი არ აქვს. ამ წელს არის ექსპერიმენტის დონეზე და 1-2 წელს შევჭამ და ეგ იქნება რა და ანუ რა თქმა უნდა ფაროსანაზე შეწავლა დავაგვიანე. ეხა უკვე ეს რაღაცა რამდენია რა, 1 კილოც არ გამოვა მთელ ამ ბოსტანში 1 კილო პამიდორიც არ გამოვა. ჩითის რა თმინდოდა ეს ჩერის თესლი. ხო და ჩერის პამიდურის ის ყოფილა თესლი რა და იმისგან ეგ გამოვიდა თესლი რაც იყო გამოვიდა ისეთივე ნაყოფი რა. ისეთივე ისა რა ქვია ნაყოფიც მივიღეთ ხო? ხო და მოგეთ ამას გადავხნავ გაისად. ეხლა მე ყოველ წელს ვიღებ რა. ყოველ წელს ვიღებ ხო ისა ხო რაც თავარი ერთი დამავიწყდა ნაკელი გავუკეთე რა. მოგეთ ძილები მოვიტანე ნაკელი, გამომწვარი ნაკელი და ძირებში მივაყარე.
მივაყარე ძირებს შეგიყო და ხო რა ვიცი თუ მოვხვდი ბაზარში რომ შევწამლოთ ხო რა ვიცი აზრი აღარ აქვს ეხლა რა თქმა უნდა მოვწყვიტე კიტრები იყო რამდენიმე ცალი მოვწყვიტე ეხლა ესენი არის და რაღაცა პინცეტი თუ დავხოცავ ამათ თორე რა ამბავი ის არის ეს ფაროსანა საიდან ჩდება რა უბედურება თქვენი შენიშვნები და რჩევები გამომადგება ყველანაირად თუ დამიკომენტარებთ რამეს მაინტერესებს ნუ სარებზე გავაკეთე აი ზოგი მშვენივრად არის ხა მოდის მშვენივრად არის ეხა ის ფაროსანა აქ არ არის ხა იქით არის ჯერ არაცალი ამისთვის და ნახე როგორ აფუჭებს რა აი ნაყოფს როგორ აფუჭებს აი მომჩარულებია უკვე ბოლოში არ და ნახეთ რამხელა გაიზარდა 2 მეტრზე 2 კი არ 3 მეტრამდე არის სიმაღლეში ასული ხა ერთი ორგა გადავარდნილია მივაბავ ხა რაც მისაბმელია შევავებ ხელს იმ დღეს იწვიმა გამარგულულია შემოთოხნილია ყველაფერი აქვს რა მაგრამ აი ზოგს კარგი აი მშვენიერი ძირი ეხა ეს მაგალითად ეხა ეს მშვენიერი ძირები აქეთ ეხა ამას აქ ძირითადად ჩრდილში მოუწია ყოფნა და აქეთ რადგან მეტი მზე იყო ცოტა გადაიწვა ეთყობა არ ვიცი ხო და აი ესეთ საშინელებას მართებს ნახეთ აი რა ფერებს იღებს აი შეხედეთ მოიცა მივაახლო აი შეხედეთ თუ გავასწორე ფოკუსი ან აქედან უფრო ჩანს აი მეორე მხრიდან აი შეხედეთ ნახეთ ან დამპალია უკვე რა აღარ ვარ გასაჭმელად აი დამპალია ამას აკეთებს ფაროსანა გაიცად აუცილებლად უკვე დროულად შევწამლავ ფაროსანაზე ეს რამდენად უშველის საინტერესო იმედია უშველის კიტრი გაიჩით აი მოიცა ეს ხა ვერ დავინახე და დაბერებას რო უძახიან ხო ვერ დასავით აჰა ნუ შეიძლება მშვენიერია არაფერი მობერებული არ არის ასე უფრო ჩანს აჰა ამას დავაყენებ კავერად ამ ფოტოს ეს ხო და აი ესეთი მომენტია რა ნუ აშკარად ესე იგი ამ თესლს ნაყიდ თესლს ვერ ენდობ იმიტომ რომ აი ესეთი რა იყიდი და ჩერი რა თქინდა ხა ჩერი კი ხა კარგია ლამაზე ხეთი ორი ძირი რო რაღაცა ლამაზია ხო კიდე ერთი მთავარი ფაქტი კიდე აი შიგნით არის რამდენიმე ძირი რომელიც ამოვიდა თავიდან ისა თავისით რა შაშამ ცადე ჭამის დროს ხო გადაყრი პამიდორს ან ეხა რო ჩამოცვენილი რო არის იმას ხო აქვს თესლი ხო და თავისით მე ხო ამოდის და ანუ რას აკეთებს იცით ანუ თესლზე თვითონ როდესაც ამოდის იქითაც არის რამდენიმე მოგე თესლზე თავისით რო ამოდის ნებისმიერ ბაზარში ნაყიდ ანუ ნებისმიერ ბაზარში ნაყიდ ჩითილს ჯობია თავისით ამოსული უბრალოდ კიდე ეგ ექსპერიმენტით ჩავატარე რომ იყო რამდენიმე ამოსული და გადავრგე რომელიც გადავრგე არც ერთმა არ გაიხარა მოგეთ აი ხა იქ ხო ჩამოცვიდა ეს პამიდორი თქვა რომელიც ხა აღარ ვარგა დავტოვებ ხო ის იმ თესლიდან უკვე გაისა თავისით ამოვა უბრალოდ აი ბალახის გამარგვლის დროს შეიძლება თოხით მოგიწიოს მოჩეხვა რა აი თუ დაინა მოგეთ აი ესეთი მომენტია რა ბალახს უნდა დააცადო ამოსვლა აი მუხლამდე დაახლოებით აი მე მაგალითად ახლა გაისად ვაპირებ ეგეთ რამეს ჯერ ზამთარ გაისადრა ახლა ამ ზამთარში ამას მე გადავხნავ აი ხო გადავხნავ ამ ზამთარში ნუ თესლი არსად არ წავა მიწაში იქნება მერე მიმაზე რა ქვია მუხლამდე დაახლოებით მუხლზე ცოტა ქვევით რა მუხლამდე ან მუხლზე ცოტა ქვევით რო ამოვა ბალახი დაველოდები ამასობაში იმ ბალახთან ერთად ასწრებს ეს გაღვივებას და მოკლედ აი მშვენივრად ამოდის და არის ყოვლად უნიკალური ჩითილი ანუ ნებისმიერ ბაზარში ნაყიდ და მოტანილ ჩითილს ჯობია თავისით როდესაც ამოდის მე ვამბობ აი სიჯანსაღე და ესე ფეხზე რო დგას და ძალიან მყარად დგას და თავისით არის ამოსულები რამდენიმე აი უკან რამდენიმე ეგრე არის ამოსული რა ხო და ან მე მაგათ ეგეთი რამე მაგ გადაწყვეტილ რო ამოვა აი თვითონ ჩითილის გარშემო ხელით გამოუხშირავ ბალახს რო დაფიქსირდე ანუ ხელით გარშემო მოაცლი ბალახს რო დაფიქსირდეს აი გარშემო რომ მოაცლი ბალახს რო დაფიქსირდეს რო გათოხნის დროს რო ხედავდე რომ არის პამიდორის ჩითილი და ანუ თოხი რო არ მოარტყა შემთხვევით აი ესე გამოუხშირავ ანუ გამოვაცალკევებ ამ პამიდორის ჩითილებს ბალახისგან რო ხედავდე მე გადავული თოხით გავმარგლავ და იმ ძირებს რომლებიც თავისით იქნება ამოსული დავტოვებ და თუ ის გაიხარებს მშვენივრად ოღონდ გაისად უკვე
შაბიამანი თუ რაც არის, უკვე აღარაფერს აღარ მოვაკლებ რა. აქ ახლა კიდე ერთი რაც არის, აი დიდი პამიდურები ცოტა არის, აი 1-2 იქით. ანუ წელსაც ვაკვირდები სიდამპლეზე რას იზავს. აი ქვევიდან რო სიდამპლეს იჩენს რა. აი მაგაზე რა შედეგი იქნება. აი აქ არის სადღაც აი მოიცეთ ცოტა შედარებით დიდებია და ესეც შერივით არის რაღაცა მაგრამ ნორმალურია, რა ვიცი, ნორმალურია. სიდამპლეზეც მაინც უნდა შეწამლა რა. აი ტოტებია დიდი რა და ესენი ცოტა მოვჭრა პატარა ტოტები რომ გამოჩნდეს ცოტა მზე მეტი კონდეს რა. იქით გასასუფთავებელია, იქით არ მეცალა წელს უბრალოდ რა. საქმეებზე დავაბრუნდი. ამიტომ ეს არის საზღვათაშორისოდ გაკეთებული ბოსტანი, მაგრამ შედეგი მაინც კარგია. იმასთან შედარებით, ანუ არ დამიკლი არაფერი, ერთადერთი შეწამლა, ერთი შეწამლის გარდა მეტი არ შემიწამლია რა. ეხლა რატო არ შეწამლე, ეხლა თუ დამიწყებთ, ანუ ესე ვერ შევწამლე, არ მეცალა. ხო და აი ესეთი რამეა რა. ესეთი სიტუაციაა. მარა გემრიელია რა. აი მაგათად კიტრს ისეთი თვითონ აი რო გაჭრი და გათლი და ან არ გათლი, ისეთი სურნელი აქვს კიტრს. ბაზარში ნაყიდს არც ერთ კიტრს არ აქვს ეგეთი სურნელი. ანუ ნატურალურია რა, ნამდვილი და ძალიან მაგარია რა. და შენი შრომით მოყვანილი რო არის, მაინც სხვა ფასი აქვს რა. სხვანაირად გემრიელია და სხვანაირად აი ისეთი ხარ აკმაყოფილი ხარ. ეხლა იქ მისამელებია რამდენიმე ხა მივაბავ ამას. ხო, აქ და ბალახი ძალიან დიდი იყო. ეხლა აი აქეთ წამოვიდა შედარებით და უკვე აღარ ჩავთოხნე, იმიტომ კიტრები და ისინი კიტრებმა გაიარეს და გადავჭრიდი შუაზე და აღარ გავთოხნე. თორე ხელითაც გამოცლილი მქონდა. აი აქ ხემხელა ბალახი იყო, ეს გამარგლული, აი იდეალურად არის გამარგლული რა. აი შეხედეთ, გამარგლულია. აქეთ არის ცოტა ბალახი, ცოტა. თორე აქ იყო წელამდე ბალახი და თავამდე ბალახი. აი ესეთი მდგომარეობა, მოკლედ აი უკვე დაახლოებით ვიცი როგორი ბოსტანი მექნება გაისად რა. ეს რაღაცა გოგრა თუ რაღაცა ჩავთესე და მე ვაფშე დამოვიწყდა. ხო და აი ხა რაღაცა ნაყოფს გამოიყეს. ეს კვახები და გოგრები მე მაგრად არ მევასება, მაგრამ რაღაცა უხდება ბოსტანს. ეხლა მოურწყე, ანუ ფოთლებს ყურები ქონდა ჩამოყრილი და უკვე აშკარად წყალი დაჭირდა და მოურწყე და კიდე კარგად მოურწყავ რომ მინდა რომ ერთხელ ვერ გავახორე ეს გოგრა და ისა რა. ეს საზამთროს და ნესვის თემა არ ვიცი. მაგასაც ჩავთესავ გაისა და ნახოთ ახლა თუ ამოვა რაღაცა ჰიბრიდებია მარტო ერთხელ ამოდისო აი თვითონ ნაყიდი საზამთროს თესლი რო ჩათესო ის შეიძლება არ ამოვიდეს მე მგონი აი არ ვიცი რა მოკლედ იმდენი დეტალია რომ ადამიანს ფიზიკურად ვერ გეცოდინება ყველაფერი ჯერ მარტო ახლა YouTube-ზე ხედავთ რამდენი კონტენტი მაქვს და სწავლობ რაც შემიძლია ხა ამის წიგნებიც მაქვს მე წიგნებსაც ჩაუჯდები ხო და პრაქტიკაში რაც კი რამე იყო მე მგონი ამ 5 წელს განმავლობაში ყველაფერი გავტესტე რა. ეხლა ალბათ ვიღაცა დამიკომენტარებს აი შენს ბოსტანს სახეზე ეთყობა, რაც ისწავლეო, არაფერი არ იციო, მაგრამ ვისაც უმუშავია და უშრომია, ყოველ შემთხვევაში ეს პატარა შედეგი არ არის. 3 მეტრის სიმაღლის პამიდორს რო გაზრდი, პატარა შედეგი არ არის. მსხმოიარობაც მშვენიერი აქვს, უბრალოდ ფაროსანა აფუჭებს რა. ეს შეწამლაც ვაფშე უშველის თუ არა ამ ფაროსანას არ ვიცი, მაგრამ აი რასაც ქვია იმენა რაღაცა დიდი პინცეტი უნდა დავითრიო გაისად და სათითაოდ უნდა დავხოცო რა იმიტომ იმდენად გულის ამრევია ეს მწერი და ზოგადად კიდე დასავლეთში თხილი ვისაც აქვს და ვინც სადაც ეს ამდენი ფაროსანაა მე მგონია რომ ამას ძალით არ ვიცი ციდან უშვებენ ან ხიმტრეილერებით ან რაღაც ეს ფილმებშიც არის ნაჩვენები რომ როცა ჭირდებათ ყველაფერს უშვებენ რა გამოყავთ ალბათ ლაბორატორიაში ყველაფერი გამძლე, ყველანაირი შხამქიმიკად გამძლე ფაროსანები და უშვებენ რომ ხალხს მოსავალი არ ქონდეს რა. ალბათ ეგეთი რამეა. მოკლედ აი დაგემშვიდობებით ესეთი ვიდეოა. ესეთი ბოსტანია. არიქა გადავირიეო და ვერ იტყვი, მაგრამ მე ხა ცოტა არ არის, აქ ხა ერთი არის 40 ძირი არის კიტრი და პამიდორი და ბევრი არაფერი მოისხა, მაგრამ ყოველდღე თითო კიტრი და რაღაცები არის ხოლმე რა. ისე რა თავს გაირთვებ ადამიანი. მაგრამ გაისად უკვე თესი გრძეზე გავაკეთებ და ბლომად მექნება მოსავალი წესით და რიგით. ესეთი აი გამოუჭამია მას უკვე გამოჭმულია და შეხე არის ეს აი შეხედეთ
ფაროსანაზის, მეცა ფოთლებში მიჭის ფოკუსის გასწორება, მაგრამ ესეა რა. ესეა. რთული გადასაღებია სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვა განათებაა და ზოგჯერ ჩანს, ზოგჯერ არ ჩანს. მოკლედ ეს იყო რა.